ლორენა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეს სტუმრად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემების გახსენება და ამ თემებზე საუბარი ძალიან რთულია შენთვის და ამას სჭირდება დიდი გამბედაობა. ბევრი რამ ისმის საზოგადოებაში, ასე მოხდა, ისე მოხდა. როგორ მოხდა რეალურად სინამდვილეში? რა იყო მიზეზი იმისა, რომ ევა აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში? ანუ რაც ყველაზე საოცარია, მე ვიყავი სახლში. ანუ როგორ იქამდე იყო დიდი პერიოდი, სადაც აი სულ იყო ჩხუბი, ფანჯარაზე ნუზი ხარ. არა მარტო ევას მეგობრებიც როცა მოდიოდნენ, იქ ჰქონდათ ძალიან კარგი დასაჯდომი ადგილი. არანაირ სელფს არ იღებდა, მე ვნახეთ, რომ ტელეფონი საერთოდ სხვა ოთახში იყო, მარტო იყო. მე ვიყავი აქეთ უკეთებდი საჭმელს. გავამზადე საჭმელი და რაღაც ალბათ არ მინახია. ანუ სულ შემოდიოდა გადიოდა და აი რაღაც 10 წუთი ალბათ, ან 12 წუთი გამერე გავედი. ევა, მოდი მეთქი საჭმელი გაგიმზადე. არ გამცახმა, მერე კიდე ევა, მოდი მეთქი და გავედი და დავხვდა ცარიელი ოთახი. მერე არაფერი აღარ მახსოვს. ერთადერთი მახსოვს ქვემოთ რო ჩავედი აბსოლუტურად იცვლება ადამიანის ცხოვრება ერთ წამში. ისე რომ ვერ გათვლი ვერაფერს. როდესაც შენ ჩახვედი ქვევით, ხო? სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე მოსული დაგვხვდა, უკვე ხალხის ალბათ რაღაც მასა იყო იქ შეგროვილი, რომელთაც საკმაოდ მძიმე სანახაობა თვალწინ მოხდა, ხო? რა ნახე იქ რო ჩახვედი? სასწრაფო მე მაკავებდნენ რატომღაც, ბავშვთან არ მიშვებდნენ, ევას ვერ გაიგო, მეკითხებოდა რომ რა მოხდაო? არ ვიცი, ეს არის სასწაული არ ვიცი, ვერ ვიტყვი რომ სასწაულები არ ხდება მართლა, იმიტომ რომ ესეთი რამე ექიმა გაკვირვებული გადაიხედა ფანჯრიდან. აქედან მიწამდე რამდენი მეტრია დაახლოებით? ეს უკვე აგეცვლილა. 17 მეტრი. ჩვენ ვართ ახლა მე-5 სართულზე, ხო? ანუ აქ არის რაიმე ესე იგი ესეთი სარეცხის თოკებს რომ ეძახიან, არაფერი სულ. კომოთ არის ბეტონის ფილები. რაც იყო ალბათ ეს ის იყო შენი შეკითხვა. ამ მასშტაბის ტრამვის შემდეგ გადარჩება თუ არა ევა? შენ რაიმე პასუხი მიიღე ამაზე? ფიქრობდნენ რომ ვერ გადარჩება. მიგოყანეს რესპუბლიკურში. გასინჯეს, ანუ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, დამამშვიდებელი გაუკეთეს, იმიტომ რომ უკვე ტკივილი ეწყებოდა, შოკში იყო და მე რო არ მიშვებდნენ, მაგაზე უფრო ნერვიულობდა. რესპუბლიკურიდან ცოტა ხანში გადაგვიყვანეს იაშვილში. შევედით სამავთყოფოში და ერთი თვე ვცხოვრობდით იქ. რამდენი მოტეხილობა ქონდა საერთო ჯამში? ხელი, მენჯი, ბოქვენის ძვლები, კოჭი, ორივე. ანუ დათვალს უკვე. ნუ ხერხემალი თავისთავად. კარგი, ხერხემლის დაზიანებაზე რა გითხეს ნეიროქირურგებმა? ქონდა ორი მალა დაზიანებული. ამის გამო ჩაუტარდა ოპერაცია. პირველი ოპერაცია იყო 12 საათი. მეორე 4. მოტეხილობებზე უკვე 4. და მუშაობდნენ ნეიროქირურგები და ორთოპედები ან ტრავმატოლოგები, ხო? კი, ძალიან
კარგი საუკეთესო ექიმების ხელში მოვხვდით, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ბავშვი გამიცოცხლეს. რამდენ ხანში ნახე? როცა ამ ოპერაციების შედეგად მე გაიღვიძა, მე არ მეძახდნენ, იმიტომ რომ იყო ძალიან შოკურ მდგომარეობაში, ნარკოზი და რო გამოვიდა და არ მეძახდნენ, რომ დედას რო დაინახოს, უფრო გაგიზდებაო. და ბოლოს როცა დამიძახეს, ხელი ჩამიდო ხელში და მომეფერეო და დაიძინა მე 2 წამში. ეს იყო და ეს იმის მე რომ სულ ერთად ვიყავით. ისიც კი არ მახსოვდა რომ შეიძლებოდა წყალი დამელია, შეიძლებოდა მეჭამა, არაფერი არ მინდოდა ქვეყნად. ვერ ვიტყვი რომ იქამდე შვილი არ მახსოვდა, მაგრამ იმ წამს ხვდები ეს თურმე რა არის. ეს არის თურმე აი შენი ერთადერთი საზრუნა და საფიქრალი და ადამიანი რომელიც გახარებს. ეხლა რა ემოციაში ცხოვრობ? ეხლა ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი დამთავრდა. მივდივარ მარტო მუშაობ, მოვდივარ სახლში. და აი ელემენტარული მაღაზიაში ჩასვლა არ მინდა, იმიტომ რომ არ მინდა არაფერი, მარტო ყურება მინდა ევასე. ეს ალბათ რაღაც პერიოდის მერე შევძლებთ გასვლას, მაგრამ ორივე აუცილებლად. მე დაწუნებული ვარ მაგაში, რომ რაღაც პერიოდის მერე თქვენ ორივე ერთად ძალიან კარგად გახვალთ და გაიცელებთ, რა თქმა უნდა. ეხლა მე მუშაობ ყველაზე ბევრს, თუ რაც კი აქამდე მიმუშავია. ოღონდ ზუსტად ვათანხმებ საათებს დროს, ეხლა მუშაობ ყველაზე მეც. იმიტომ არა რომ მე გავიდე და გავერთვა, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში ევასთვის საჭირო. არ ვიცი, რომელი დედას მოუნდება, რომ მოდი ეხლა გარეთ გავიდე და ვიმუშაო და ლამაზი კაბა ჩავიცვა და თმა დავივარცმო. მე და ევა ვართ მარტო. ანუ შესაბამისად მე რო არ ვიმუშაო, ევა გასაგებია. ევას გაზრდა უნდა. ერთი თვე ვიწექით კლინიკაში და ერთი თვე დავდიოდი იქიდან სამსახურში. ხო და ყველაზე ძალიან ევას უხაროდა ხოლმე რომ მივდიოდი გაპრანჭული, ესე მადებდა ხელებს და დი რა ლამაზი ხარ და ყველაზე ძალიან ევას უხაროდა და ერთი სული მქონდა ხოლმე რომ მისულიყავი რომ დავენახე ესეთი გალამაზებული. მაგრამ როცა მიდიოდა გადაცემის ჩაწერა, აი ხო იცი რაღაცას იქ ხარ და ამ დროს სულ რო ფიქრობ რომ აი ეხლა როგორ არის, ეხლა რამე ხო არ ასტკივდა, ჯერჯერობით ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს და აი სულ ფიქრობ შვილია. რაღაცები დაიწერა, ამას ჩემი მეგობრები მეუბნებიან მსუბუქად რომ აი იქ თუ ცინის და მე იქ თუ ვიცინეს, იმას არ ნიშნავს რომ მეცინება. შორენა, როგორც ვიცი, დღეისათვის ევა სახლშია. მიუხედავად იმისა, რომ მას 2 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მასშტაბური ოპერაცია, საკმაოდ დიდი. ამჟამად მისი მდგომარეობა არის ასევე და რჩება კვლავ მძიმე, ეს არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული ეტაპი სიტყვაზე შეიძლება უკვე დასრულებულია. მას სპეციალური რკინებით, ანუ საფიქსაციო აპარატებით დაფიქსირებული აქვს სხეული გარკვეულ პოზიციაში. მისი მოძრაობა თუნდაც საწოლში არის მკვეთრად შეზღუდული. ექიმები რას გეუბნებიან? შემდეგი ეტაპი არის ალბათ უფრო რთული ვიდრე აქამდე. შემდეგი ეტაპი არის ის რომ ბავშვმა გაიაროს. და ამისთვის არის ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაცია საჭირო, რომელსაც გვეუბნებიან რომ საქართველოში ამას ვერ გააკეთებენ. ჯერ ისედაც ხო იმდენი სითბო მოდის ხალხისგან ეხლა ამ პერიოდში და მადლობა, აი მართლა მარტო იმისთვის მადლობა რომ აი თბილ სიტყვებს წერენ, მარტო იმისთვის მადლობა რომ ეხლა მხარში მიდგანან, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ამაზე რთული პერიოდი მექნება, როდის მე არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა შორენა, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიარე და ექიმების სახელით ჩვენ რა თქმა უნდა ევას სწრაფ და სრულყოფილ გამოჯანმრთელობას ვუსურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ისაც ვნახეთ თქვენთვის ალბათ საკმაოდ ადვილად წარმოსადგენია, რამდენად რთულია მისი მდგომარეობა ახლა. მე ვიცი რომ შორენა ძალიან მაგარი დედაა, მე ამ პირველ წუთებში შორენა ვნახე და ანუ ესეთი
მაგარი იყო, მე ვერ წარმოვიდგინე არა მარტო შორენასგან, ზოგადად ადამიანს შეეძლოს ესე მაგრად იდგეს თავისი შვილის გვერდით. ჩემს ცოტა აღუქმელი იყო როგორც ექიმისთვის და როგორც ადამიანისთვის რა. მაგრამ ნუ არ ვიცი, შორენა იყო ძალიან მაგარი გოგო ამ დროს, ისე როგორც ყოველთვის. ევას ორი ურთულესი ოპერაცია ქართულმა ქირურგებმა ჩაუტარეს. ჩვენთან ერთად არიან ადამიანები, რომლებსაც ევას სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.